ეს არის პირველი აქცია, რომელსაც ვყიდულობ მე. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ პირველ აქციაზე, რომელიც ვიყიდე მე. ეს აქცია ვრცლად განვიხილეთ Discord-ის სერვერში. Discord-ის სერვერში დაგვემატა ესეთი ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანი, ალექსი. ალექსი არის ქართველი. ქართველი მამა ყავს და ბერძენი დედა, ის გაიზარდა ჰოლანდიაში. ქართული არ იცის, ამიტომ ყველაფერს ვწერთ ინგლისურად, ინგლისური იცის იდეალურად. ამიტომ თუ Discord-ში რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მას მიმართოთ ინგლისურად და აუცილებლად დაგეხმარებათ. ის აკეთებს ფუნდამენტალურ ანალიზს იმ აქციებზე, რაზეც მე ვთხოვ ხოლმე რომ გააკეთოს, ან თვითონ ხედავს შანსს იმის რომ ჩვენ გავაკეთოთ ინვესტიცია და ამ ყველაფერს გვიზიარებს ხოლმე, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან კარგი. აქციები ეს არის პენი აქციები, დავანონსე კიდევაც აქამდე რომ პენი აქციებს შევეხებით, იმიტომ რომ ბევრს უნდა ცოტა ფულით ბევრი ფული გააკეთოს ხოლმე, რასაც ხშირად ვამბობ რომ არის შეუძლებელი, მით უმეტეს როცა ჩვენ ალტკოინებზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ მან და რანაირი ფუნდამენტალური ანალიზის გაკეთება არ შეგიძლია, მაგრამ ჩვენ როცა შენეხები აქციებში არის სხვა რამე, შენ შეგიძლია ასე ვთქვათ, შიგნით ჩაიხედო კომპანიას, ჩაიხედო და გაიგო თუ რატო ვარდებოდა მათი ფასი, რატო გაუფასურდა და რას აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ისე ვთქვათ, გამოსწორდეს ეს ყველაფერი და ფასი წავიდეს მაღლა. მაგალითად რომ ავიღოთ, შეიძლება მათ აიღეს ძალიან დიდი სესხები, ძალიან დიდი ვალები აქვთ, ან რამე ვალდებულებები აქვთ და შეგვიძლია შემდეგ დავინახოთ, რომ მათ გაყიდეს თავიანთი კომპანიის რაღაც ნაწილი ან გააკეთეს ესეთი რამ, რაც იზრუნა იმაზე, რომ ასე ვთქვათ, სესხი დაფარეს, ნაკლები სესხი აქვთ, მეტი equity აქვს და ესე ვთქვათ, შეიძლება მათი ფასი წავიდეს. ნუ მოკლედ რომ ავხსნათ მეგობრებო, ჩვენ ვეძებთ პენი სტოკებს, რასაც არავინ არ უყურებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პირადად პოტენციალს. ამაზე ვაკეთებთ ჩვენ ფუნდამენტალურ ანალიზს, შემდეგ ზევიდან ვაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს და ეს ორი ერთად გვეხმარება იმაში, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეს არის სარისკო აქციები მეგობრებო და თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ, გინდათ თუ არ გინდათ და რანეს ჩადებთ. მე ახსნილი მქონდა რომ ჩვენ რა აქციებსაც გეტყვით, ანუ უკვე ორი აქცია არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას. დაწერილი მაქვს კიდევაც რომ მე ყველა აქციაში, ესე ვთქვა, დავაინვესტირებ 400 ევრომდე, პლუს მინუს. იმიტომ რომ ანუ მე ვარ ვალდებული როგორც ესე ვთქვათ იუთუბერი, რომელიც ესე ვთქვათ ანალიზებს დებს და ამას რომ ეს არის კარგი კომპანია, ანუ სისულელი არის რომ მე ვთქვა რომ კარგი კომპანია, მაგრამ მე არ ვყიდულობ. ხო, ამიტომ მე მიმაჩნია, მე ვალდებული ვარ, ვალდებულად ვთვლი თავს რომ ესე ვთქვათ რა აქციასაც ესე ვთქვათ გავუკეთებთ ანალიზს, ეს აქცია მე აუცილებლად გქონდეს პორტფოლიოში, ასევე გაჩვენებთ სატყიდულობს, სატყიდი და რას ვაკეთებ ესე ვთქვათ დაფიქსირებული მოგებით. თუ ეს გვექნება პლუს მინუს 1 აუცილებლად და ხშირ შემთხვევაში 2 ხოლმე აქცია და ეს აქციები რომელიც გავლილი გქონდა, აუცილებლად შემდეგ მათაც გავაკეთებთ ხოლმე ანალიზს, აი მაგალითად ახლა თუ ეს კონკრეტული კომპანია ვიყიდე და შემდეგ გამოვიდა მათი ციფრები ერთი კვარტალის მერე, ორი კვარტალის მერე, ან უფრო დავარდა, ან უფრო აიწე, რა თქმა უნდა, მაგაზეც ჩვენ უბდეიც გაგიკეთებთ, მაგრამ არ დაგვაუწყლოთ რომ ეს არის სარისკო პენი სტოკები მეგობრებო, სადაც რევარდი ძალიან დიდი არის, მაგრამ რისკიც არის ძალიან დიდი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ ეგრე ბრმად ძალიან დიდი თანხის ჩადება არ შეიძლება, ამიტომ გირჩევთ რომ სწორად მივდგეთ ამ ყველაფერს, მაგრამ შენ თუ ეგრე ბრმად შედიხარ ხოლმე არ დაიწყოთ ახლა რომ იმას ვაკეთებო, research-ს ვაკეთებ coins-ზე, იმიტომ რომ research coins-ზე არ არსებობს. თუ coins-ზე დებთ ხოლმე სარისკო coins-ზე, ან თუნდაც ჩვეულებრივ coins-ზე, altcoins-ზე pools, მაგ შემთხვევაში აქციის შემთხვევაში უფრო ნაკლებად სარისკო არის, იმიტომ რომ ეს კომპანია არის, ის კომპანია არსებობს წლები, მათ აქვს თავიანთი data, შეგიძლიათ ჩაიხედოთ ციფრებს და ასე. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ Discord-ზე და ვნახოთ თუ რა ხდება Discord-ზე, ანუ Discord-ზე დავდეთ ჩვენ. ეს იყო პირველი და შემდეგ მეორეც დავდეთ, მეორე არის ქვემოთ. თუ გინდათ ამ ყველაფრის წაკითხვა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ Discord-ზე, ლინკი არის აღწერებში და წაიკითხოთ. ანუ ეს არის ჩვენი პირველი აქცია, კუდელსკი კომპანია, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია და მოდი ახლა განვიხილოთ თუ რას აკეთებს ეს კომპანია და რას წარმოადგენს ის. გააკეთა ალექსი ძალიან საინტერესო და კარგი ესე ვთქვათ ანალიზი და მოდი ახლა გადავხედოთ ჩვენ ამ ყველაფერს და რატომ მოგწონს ჩვენ და რატომ გინდა ჩვენ მაშინ ინვესტიცია და რატო გავაკეთეთ ჩვენ მაშინ ინვესტიცია. ანუ დავიწყოთ იქიდან რომ ეს არის შვეიცარიული კომპანია რომელმაც ესე ვთქვათ დიდი
გარდაცვალება ესე ვთქვათ გაიარა, ანუ შეიცვალა მათ გაყიდეს თავიანთი მეორე კომპანია, ამოვიდნენ ვალებიდან, ამავე, მაგრამ მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით. რა მოხდა, ანუ მათ შეცვალეს თავიანთი კურსი და ესე ვთქვათ 2024-დან უკვე დაიწყეს ესე ვთქვათ დიდი მოგებების დაფიქსირება. და ესე ვთქვათ თავიანთ სესხი უკვე მინიმალურამდე დაიყვანეს. მათ ასევე აქვთ ახლა უკვე 126 მილიონი კეშ პოზიცია, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი, როცა შენ ინვესტიციას აკეთებ. ისინი არიან ფოკუსირებული სამ ესე ვთქვათ თემაში და აქ რა გვაქვს shift from over leverage to lean liquid capital structure. ანუ ძალიან დიდი leverage-დან ჩამოვიდნენ ძალიან ჯანსაღ ლიკვიდობაზე, რაც რა თქმა უნდა შეგვიძლია აქაც ვნახოთ ეს ყველაფერი. და თუ რაიმე კითხვები გექნებათ მეგობრებო, შეგიძლიათ უბრალოდ Discord-ზე დავუსვათ ალექსის ინგლისურად და ის აუცილებლად დაგეხმარებათ და აუცილებლად გეტყვით. თუ აქედან რამე ვერ გაიგეთ, მე რა თქმა უნდა ფუნდამენტალურად ზედაპირულად გადავხედავ და გეტყვით თუ რატომ აინტერესებს მეც ეს კომპანია და რატო უყურებ, შემდეგ რა თქმა უნდა ასევე განვიხილავთ ტექნიკურად, მაგრამ თუ ფუნდამენტებზე რაიმე კითხვა გქონდათ, შეგიძლიათ Discord-ზე უბრალოდ კითხოთ ალექს. აი შეგვიძლია აქაც ვნახოთ ჩვეულებრივად, რომ სად არის მათი total debt-ი, ანუ ხედავთ, რომ 2020 წლიდან 2024 წლამდე თავიანთი სესხი მინიმალურამდე დაიყვანეს, ანუ გადაიხადეს, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მაგარი, როცა კომპანიამ თავისი სესხები უკვე მინიმალურზე დაიყვანა და ასევე აქვს 126 მილიონიანი კეშ პოზიცია. აქ ვნახოთ რა არის კიდევ საინტერესო, ანუ ეს რომ 2024 წელს თავიანთი ესე ვთქვათ სესხი ვალი მინიმალურამდე დაიყვანეს. შემდეგ გვაქვს ძალიან საინტერესო თემაც, რომელიც მინდა განვიხილო. net income margin. ხედავთ რომ აქ სულ მინუსებში არიან და 2024 წლიდან მათ უკვე ისინი უკვე გადავიდნენ პლუსში. But there are things of stabilization in 2024. ვინც არის ის EBITDA რას ნიშნავს? EBITDA ნიშნავს, ასე ვთქვათ, კომპანიის შემოსავალს ექსკლუზიურად გადასახადებით. ანუ უბრალოდ ჩვეულებრივ შემოსავალს, ბრუნვას. სადაც ჯერ არ არის გამოთვლილი რამდენი ხარჯი იყო, რამდენი DRG იყო, რამდენი უნდა გადაუხადონ მაგალითად მთავრობას და ამავე შემდგომ. ანუ ასე ვთქვათ, შეგვიძლია დავარქვათ ბრუნვა. ჩამოვიდეთ ქვემოთ, იმიტომ რაც მე მინდა რომ გითხრათ და რაც მე ძალიან დამაინტერესა, მაგაზე ჯერ არ ვართ მისული. While working towards its operating challenge. Okay. ანუ ისინი არიან ახლა სამ core division-ში, cyber security, digital TV და loti. Loti არის ესე ვთქვათ ესეც ინტერნეტს იმაშვრება, ინტერნეტზე არის, ანუ რაღაც მოწყობილობების ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფენ, ანუ ინტერნეტით, Bluetooth-ით და ასე შემდეგ. ანუ ესეც IT-ს მიეკუთვნება. დიდი კომპანიები ხოლმე, ანუ დიდი ინვესტორები ხანდახან არ უყურებენ ხოლმე ესეთ კომპანიებს. იმიტომ რომ მათთვის არ არის ხოლმე საინტერესო და ზუსტად აქ არის ხოლმე ჩვენთვის ძალიან დიდი შანსი რომ გავაკეთოთ ძალიან დიდი მოგებები. მათ ასევე სად იყო, ანუ აქ არ არის ჯერჯერობით, move a lot. ნახოთ, სადაც გვიწერია. აი, აქ იწერია, ეს გამოგრჩა, ეს იყო ყველაზე საინტერესო მეგობრებო. მათ გაყიდეს თავიანთი მეორე კომპანია Public Access Division, Skideta, 340 მილიონით, ანუ ამან იზრნა იმაზე, რომ მათ თავიანთი ვალები გადაიხადეს და ანუ უკვე ჯანსაღი, ესე ვთქვათ, balance sheet-ი აქვთ. და უკვე 126 მილიონი კეშ პოზიციაც. რაც შეეხება Public Access Division-ს კიდე და ანუ რას აკეთებდა ესენი, რას აკეთებდა ეს კომპანია პარკინგებს და ესეთ ინფრასტრუქტურებს აკეთებდა დიდი კომპანიებისთვის. ჩამოვიდეთ ახლა ქვემოთ. ანუ ეს გავიარეთ, თუ რას აკეთებს ახლა კუდელსკი. ანუ შეგვიძლია აქაც ვნახოთ თუ საიდან გააკეთა ყველაზე მეტი ფული, Core Digital Security, Cyber Security და Loti. ანუ Loti უკვე აგეხსენით რა წერს, ხო? 2024-ში მთლიანობაში გააკეთეს უკვე 400 მილიონი. Valuation, ანუ ესეც არის ძალიან საინტერესო მეგობრებო, market capital-ი აქვს 91 მილიონი, cash პოზიცია აქვს 126 მილიონი, net cash 57 მილიონი და ეს არის მეგობრებო, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ეს არის enterprise value 24 მილიონი. ანუ შენ რომ მოგინდეს ამ კომპანიის
ყიდვა ღირს 24 მილიონი, რა თქმა უნდა, ისინი 24 მილიონად სავარაუდოდ არ გაყიდიან. სავარაუდოდ კი არ მგონია რომ გაყიდონ, მაგრამ ესე ვთქვათ, საქმეზე რომ მივიდეს და რომ დაითვალონ ესე ვთქვათ, ვალი, ღირებულება და აშენდა ყველაფერი შეაჯამონ ერთმანეთს 24 მილიონად შეგიძლია იყიდო, რაც რა თქმა უნდა აბსურდულია, იმიტომ რომ მარტო კეშ პოზიცია 126 მილიონია გვქ ხო, ამიტომ ეს ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ კომპანიაში დევს რა თქმა უნდა შანსი იმის რომ მათი სააქციო საბაზრო ფასი უფრო გაიზარდოს. ჯერჯერობით ეს ის რო დავდეთ, რა ქვია. ჩვენი ანალიზი რო დავდეთ, მაშინ ფასი იყო 1.48 შვეიცარიული ვალუტა. ანუ აქაც გვეუბნება ალექსი, რომ პრემიუმ ფასად ყიდულობთ ამ კომპანიას თუ ეხლა შეხვალ ამ კომპანიაში. ჩვენი view, ჩვენი ხედვა ამ ყველაფერზე, ანუ ვალი თითქმის წასულია. Liquidity არის restored, ანუ უფრო კარგად მიდის ყველაფერი, balance sheet უკვე, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ხდება. ედიპტაც უკვე წეღანა გეხსენით, უკვე სტაბილური ხდება. და კიდევ რაც ერთ-ერთი ყველა საინტერესო არის და რასაც ჩვენ უყურებთ ხოლმე, ანუ ალექსმაც მითხრა რომ ამას მე ყოველთვის უყურებ ხოლმე და ეს არის თვითონ კომპანია აკეთებს თუ არა ინვესტიციას თავის საკუთარ კომპანიაში, მაგალითად Amazon-ი ავიღოთ Jeff Bezos აკეთებს რა თქმა უნდა თავის კომპანიაში ინვესტიციას, მას აძლევს თავის კომპანიაში ფული, ეგ იმიტომ რომ თუ შენ არენდობ შენ კომპანიას და ესე ვთქვათ არ დებ ფულს, ესე იგი ხდება ისეთი რაღაცა, რაც იცი რომ შეიძლება ესე ვთქვათ საბაზრო ფასი, აქციის ფასი გაუფასურდეს, ხო, ამიტომ შენ შეიძლება არ დებდე აქ ფულს. ამიტომ როცა შენ ფულს დებ შენ კომპანიაშივე, ეგ ნიშნავს იმას რომ ესე ვთქვათ შენ გჯერა შენი კომპანიის და ანუ სულ ინვესტორების თვალში ეს ძალიან პოზიტიურად აღიქმება, იმიტომ რომ ტყუილი უბრალოდ არავინ არ ჩადებს, გინდას თავის კომპანიაში იყოს ფულს თუ იცის რომ ესე ვთქვათ ის გაუფასურდება ან აღარ იქნება. გადავიდეთ კიდევ მეგობრებო, ქვემოთ, ანუ ეს არის ის რაც ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე რომ შეიძლება მისი ფასი გაიზარდოს. We are buying company with 126, ანუ ახლა ნახეთ. რის კრევარზე რო ვისაუბროთ, ჩვენ ყიდულობთ კომპანიის აქციებს, რომელსაც 126 მილიონი აქვს cash-ში, 91 market cap და EV 24 მილიონი. That means we are essentially paying below liquidation value. ანუ ეგ ნიშნავს იმას ჩვეულებრივ ენაზე რო ახსნათ, რომ ჩვენ ვყიდულობთ პრემიუმ ფასად ვყიდულობთ, ძალიან იაფად ვყიდულობთ ამ აქციას და ეს რომელიც ნამდვილ ბიზნესში შეიძლება ვთქვათ 400 მილიონს აკეთებს. წლიურად, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, ხო? მეც მგონია რომ აქ ძალიან ბევრი შანსები არის და ამიტომ ჩვენ არ ვაკეთებთ ამ შანსის ხელიდან გაშვებას. ანუ რისკი თლიანად თითქმის დაფარული არის, იმიტომ რომ მათ თავიანთი სიცხე თითქმის თლიანად დაფარის და უკვე ჯანსაღი, ასე ვთქვათ, balance sheet-იც აქვთ. Early signs of earning recovery, ანუ ჩვენ უკვე პირველი წერია, ანუ 2024-ში უკვე ხედავთ რომ მათ ესე ვთქვათ გადაინაცვლეს პოზიტიურ income margin-ში, ანუ მათ უკვე დაიწყეს მოგებების გაკეთება და ეგ ნიშნავს იმას, რომ ანუ ჩვენ უკვე ძალიან ნაადრევად ვიწყებთ ამ აქციაში ინვესტიციას, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველები არ ვართ, მაგრამ სანამ ის hype-ში მოვა და ესე ვთქვათ, სხვა ხალხიც დაინტერესდება, ჩვენ მაგ შემთხვევაში მაგ დროს უკვე გვექნება ძალიან დიდი პოზიცია და ესე ვთქვათ, მაგ დროს დავაფიქსირებთ ხოლმე მოგებებს და ისინი გახდებიან ესე ვთქვათ, ჩვენი ლიკვიდობა. High insider ownership, ანუ ამაზე ვსაუბრობ, რომ თვითონ კუდელსკი ფამილიას აქვს 35% ამ კომპანიის. What we want when betting on execution, ანუ აგაზუსტად იგივე სამუქრო, რომ ეს არის ის რამე, რაც კიდევ ერთ დამატებით ინდიკაციას გაძლევს, რომ ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. შემდეგ ჩამოვიდეთ ქვემოთ მეგობრებო. შეგვიძლია ჩვენ აქ ამასაც მივედით ჩვენი სკორი, თუ 10-დან რამდენს მივცემდით ამ აქციას, რა თქმა უნდა არის პენისტოკი, რა თქმა უნდა არის სარისკო და ჩვენ ვაძლევთ 6.2-ს 10-დან, რატომ? კი, რა თქმა უნდა, კაშ პოზიცია უკვე გაიზარდეს და დებტი მხოლოდ 73 მილიონი აქვთ კიდე, ყველაფერი უკვე კარგად მიდის. მაგრამ ვნახოთ ახლა რა ხდება. ისინი მათ გადაინაცვლეს B2B-ში, ანუ ესეც ძალიან საინტერესო არის, როცა B2B-ზე ხარ, სულ სხვანაირ ბიზნესს აკეთებ და ყოველთვის შეგიძლია იმდენი მოთხოვო, რამდენსაც შენ ფიქრობ, რომ არის საჭირო. ანუ გადაინაცვლეს მათ უკვე B2B-ზე, ანუ B2B ნიშნავს ბიზნესზე, მაგრამ ანუ ყველაფერს რასაც გვპირდებიან, ჯერ კიდევ უნდა დავინახოთ.
ესენი რასიც ისინი მუშაობენ, ანუ cyber security and lot are long term growth sectors. ანუ ეს სექტორი არის გრძელვადიანად მზარდი სექტორი. და არ უნდა ველოდოთ, რომ დღეს და ხვალ რამე ბუმი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ cyber security დღითიდღე უფრო და უფრო ესე ვთქვათ, აუცილებელი ხდება და რაც უფრო და უფრო მეტი კომპანია იქნება, რაც უფრო და უფრო მეტი ბრუნვები ხდება კომპანიებში, მით უფრო და უფრო აუცილებელი არის ესეთი სერვისები. იმიტომ რომ ჰაკერები ყველგან ზიან, ყველგან ცდილობენ შენი საბანკო სისტემა გაგიტეხონ, შენ გადარიცხვები, ესე ვთქვათ, ხელი შეგიშალონ გადარიცხვებში და შენ გაშენ ის სიმსხვერპლი მეც თვითონაც გავხდი ერთხელ. გამიტეხეს ესე ვთქვათ, ჩემი საბანკო კარტა, კრედიტ კარტა იყო და გაიტანეს ფული Alibaba-ზე იყიდეს რაღაცა, ანუ თვითონ fake პროდუქტი ქონათ Alibaba-ზე დადებული, ვითომ მე ვიყიდე ეგ fake პროდუქტი, არც გამომიგზავნეს არაფერი, ანუ პატარა ჩიპი იყო, რომელსაც გადამახდენეს 900 თუ 700 რაღაცა euро აღარ მახსოვს. ორჯერ იყო გატანილი ფული. და ანუ მათ დაერიცხებოდათ ფული, მაგრამ ანუ მე მოვითხოვე Alibaba-ს მივწერე, ბანკებში წავედი, ანუ ვუთხარი რომ ეს პრობლემა, ანუ ეს ფული უკან დამიბრუნდა, მაგრამ ანუ მე კიდე პიროვნება ვარ, მაგრამ როცა შენ გაქვს დიდი კომპანია და უცბად რამოდენიმე მილიონს მოგპარავენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება შენი კომპანიისთვის უდიდესი დარტყმა და ინვესტორებისთვის. ხო, ამიტომ ეს სექტორი დღითიდღე უფრო და უფრო საჭირო ხდება ყველასთვის. ქვემოთ ჩამოვიდეთ მეგობრებო, უკვე ჩვენი ტექნიკური ანალიზი არის, რომელიც მე გავაკეთე. მესამე ტარგეტი არის 1757%, ანუ ჩვეულებრივად 17x არ მოგესვათ მეგობრებო, 17x. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ იმ ხალხის, არ მივეკუთვნებით იმ ხალხის კატეგორიას, რომელიც ელოდება 17x და ჩვენ რა თქმა უნდა გზადაგზა ვაფიქსირებთ მოგებას. მოდი გადავიდეთ პირდაპირ ჩარტებზე მეგობრებო. და ჩარტებზე რაც უნდა გითხრათ არის ის მეგობრებო, რომ ეს ჩარტი გამოიყურება როგორც ერთ-ერთი შემდეგი shitcoin. მაგრამ ანუ ჩვენ ვხედავთ რომ ფუნდამენტები გვეუბნება საპირისპიროს ვიდრე მისი ფასი გამოიყურება, ხო? ანუ ეს ვარდნები ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ იქიდან რომ მათ ქონათ ძალიან დიდი ვალი, ორ კომპანიაზე იყვნენ ფოკუსირებული და ეს გქონდა ყველაფერი კარგად არ მივიდოდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ ძალიან ბევრ რამე შეცვალეს ფუნდამენტალურად, მათ არ გააკეთეს უბრალოდ რაღაც rebranding-ი, რასაც altcoin-ებზე ამბობენ ხოლმე, ანუ altcoin-ებზე რომ ლოგო შეცვალეს, იმასის დაუმეგობრდა, ანუ ეგეთ რაღაც სისულელებს არ ვლაპარაკობთ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ვალზე, ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილი equity-ზე და ასე შემდეგ. ანუ ხედავთ ფუნდამენტალურად რომ ყველაფერი შეცვალა, ამიტომ ასე ვთქვათ ეს ვარდნა შეგვიძლია ავხსნათ იმ ყველაფრით, რაც აქამდე იყო ფუნდამენტალურად, მაგრამ ანუ ხედავთ აქ უკვე რომ კონსოლიდაციაში გადის ფასი, აქ უკვე გქონა კიდევაც თუ ესე ვთქვათ zoom-ins გავუკეთებთ. ანუ 2024-დან დავიწყოთ მეგობრებო, აი ნახეთ. 2024-დანაც რომ დავიწყოთ, ანუ გქონდა რაღაც 35%-იანი ზრდა. ეს გადავიდეთ უკან. მაგრამ ახლა მეგობრებო, ტექნიკურად რომ გავეაროთ რაღაცა რა თქმა უნდა, შენ თუ გინდა დაელოდო და კიდე თუ გინდა რომ უფრო კარგი entry გქონდეს და უფრო დაზუსტებული, შეგიძლია დაელოდო რომ მოხდეს ესეთი რაღაცა, ანუ აქ ტრენდი რომ დაიწყოს, ლეველები რომ გავარღვიოთ, მაგ შემთხვევაში შეგიძლია აქ სადმე აიყო ტრეიდი და მაგ შემთხვევაში გექნება უფრო ესე ვთქვათ safe entry, მაგრამ მე არ ველოდები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისი ფასი შეიძლება ისე გაზარდოს, რომ ვეღარც მოასწრო შესვლა, მაგრამ თუ ეგეც არ არის სანერვილო, თუ აქ ვეღარ მოასწარეს შესვლა ანაკ, აქ შეგეძლება შესვლა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ფასი აქ რა მოვა, აქ ბევრი დააფიქსირებს მაგებას და შემდეგ შეგიძლია რიტესზე იყიდო. ანუ ჩემი პირველი entry არის აი აქ მეგობრებო, ანუ აქ 400 ევროთ ვიყიდე, რაც შეეხება მეორე აქციას, Payos, მაგ შემთხვევაში აი აქაც განახებთ პირდაპირ, მაგრამ გირჩევთ შეხვიდეთ Discord-ზე და წაიკითხოთ ის ანალიზი, რაც გააკეთა ალექსმა. მაგ დროს ფასი იყო აქ ცოტა მაღლა, რაც მარკეტად ვიყიდე, ანუ რაღაცა ნაწილი მარკეტად ვიყიდე და აქ ქვემოთ მაქვს დაყენილი buy order-ები. და აქ მაქვს დაყენილი sell order-ები, ანუ აქ კიდევ შეიძლება ფასი წამოვიდეს ქვემოთ ტექნიკურად შეგვიძლია აქ გავაკეთოთ საკმარისი ანალიზი, მაგრამ აქ საკმარისი ანალიზი ჯერჯერობით ტექნიკურად ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ანუ ხედავთ რომ არის ჩვეულებრივი ესე ვთქვათ shitcoin. მაგრამ თუ გავარღვიეთ ეს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ გაიტესტება აქ და შემდეგ უკვე გაიხსნება გზა იმის რომ გავტესტოთ მაღლა ლეველები, მაგრამ ახლა ნახეთ მეგობრებო, მე ხო ვიყიდი აქ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავტესტეთ ეს ლეველი, ნახე, პირველ შემთხვევაში პლუს მინუს
აქედან რომ ავიღოთ, პლუს-მინუს 270%-მდე მოგებას დავაფიქსებთ. რაც ნიშნავს, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ ინვესტიციას 2.7 ჯერ ზრდი. ანუ 400 евро გავაკეთე, 400 евро გავამატოთ 2.7-ზე, 800 დავუმატოთ 400 280 1080 евро პლუს-მინუს. რაც რა თქმა უნდა იდეალურია, ხო? ანუ ძალიან დიდი მოგება მექნება გაკეთებული, აქ მე დავაფიქსირებ პლუს-მინუს 30-40%-ს და 30-40% რო დავაფიქსრო, აქ მეგობრებო. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ინვესტიცია უკან მივიღე. და რაც დარჩება, ეგ უკვე არის სუფთა ნაჩუქარი ფული. ანუ შეგვიძლია ეგრე შევხვდოთ, რომ ის არის ნაჩუქარი ფული. და შემდეგი ლეველები, რაც მან შეიძლება გადასცოს, ეს არის რა თქმა უნდა 11.92, 11.88 და 28.08. და რო გავზომოთ ქვემოდან, ყველა ქვემოდან რო გავზომოთ, პირველი ტარგეტი არის 270-280%, შემდეგი გვაქვს აქ ვხედავთ 770, ანუ 7.7x, შემდეგ გვაქვს 1052%, ეს არის უკვე 10x, აქ უკვე გვაქვს მეგობრებო 19x, 1900%. და რა თქმა უნდა, მისი ფასი უფრო და უფრო მაღლაც არის, უფრო და უფრო მაღალი ლეველებით შეიძლება გაიტესტოს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან შეიძლება გააკეთოს კიდევაც, რა ვიცი, 40x. მაგრამ ანუ ამ ყველაფერი რა თქმა უნდა ერთ-ორ დღეში არ მოხდება მეგობრებო, მაგრამ აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ყოველთვის უნდა დატოვო შენი პოზიციის რაღაცა ნაწილი. წარმოიდგინე, რომ დავაფიქსიროთ აქ მოგება, აქ მოგებას დავაფიქსირებ. აქედან უკვე ჩემი ინვესტიცია გამოღებული მექნება. იმიტომ რომ 2.7x აკეთებ, ანუ სიგიჟია. აქაც უკვე რაღაცა ნაწილს გავყიდი, აქაც უკვე რაღაცა ნაწილს გავყიდი, აქაც უკვე ძალიან დიდ ნაწილს გავყიდი და ჩემი პოზიციის 20%-იღა მექნება მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი. და ეს 20% უკვე 63-მდეა, 700-მდე, 800-900-მდე აღარ ექნება ჩემთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაქსიმალური მოგება მექნება მე დაფიქსირებული. ამიტომ ესე ვუყურებ მე მეგობრებო ინვესტიციას, როცა ეხები ტექნიკურ ანალიზს. ანუ ფუნდამენტალურად იდეალურად გამოიყურება ჩემი აზრით ეს კომპანია, ტექნიკურადაც აგიხსენეთ ახლა თუ რა შეიძლება მოხდეს. თუ კითხვები გაქვთ ფუნდამენტებზე მეგობრებო რამე, ალექსი არ დაიზარებს, ან თუ რაიმე აქცია გაინტერესებთ, შეგიძლია ეგეც კითხოთ. ჩვენ mainly focus თუ არა, ანუ ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი პენისტოკები ავირჩიოთ, ანუ სადაც დიდი ყურადღება არ არის და სადაც პირიქით ჩვენ ხედავთ რაიმე პოტენციალს, იმიტომ რომ ვარენ ბუფეტი ზუსტად მაგას არ ამბობს, როცა ყველა სეშინია, მაშინ უნდა იყიდო. ეხლა ყველა სეშინია, მაგრამ ჩვენ სულელები არ ვართ, რომ რახან ყველა სეშინია ჩამოვარო და ყველაფერი ვიყიდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი მაგალითად გაუფასურებულია, ხო, ეგ არის დიდი სისულელი. აქციებში შეგიძლია შენ უბრალოდ გააკეთო ფუნდამენტალური ანალიზი და როცა ხედავ შენ რომ მართლა გაუფასურებული არის და ესე ვთქვათ, ფუნდამენტები გეუბნება საპირისპიროს, რომ მისწინების კომპანია, რა თქმა უნდა, მაგ დროს არ უნდა დაფიქრდე და უნდა იყიდო, იმიტომ რომ მანდ არის ყველაზე მეტი პოტენციალი, ხო? მაგრამ ესე სულელიუთ რომ ჩამოუყვე რომ რაც უფასურდება ყველაფერი იყიდო, ეგრეც არ არის. მაგრამ შენს თუ გაინტერესებს Tesla, Nike და სხვა კომპანიები, ეგეც შეგიძლია, ესე ვთქვათ, კითხვა დასვა მაგ აქციებს და ალექს არ დაეზარება რომ გააკეთოს რაიმე, ესე ვთქვათ, ანალიზი. და თუ გაინტერესებთ კიდევ თუ როგორ აკეთებს ის და ასე შემდეგ და რაიმე საკითხები, შეგიძლია ეგეც დაწეროთ და ალექსი არ დაეზარებს რომ ჩაატაროს რაიმე გაკვეთილი Discord-ში თუ როგორ უყურებს ის ამ ყველაფერს და როგორ აკეთებს ანალიზს და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება, ჩვენ ყოველთვის უყურებთ ბაზრებს, რა ხდება, სად არის შანსები და ამ ყველაფერს გიზიარებთ თქვენ არ ხართ ვარდებულები, რა თქმა უნდა. თქვენ ამაში რომ გააკეთოთ ინვესტიცია, ამაში ვაკეთებ მე თვითონ ინვესტიციას, მე თვითონ მაქვს უკვე საფულეში, გითხარით რომ ყველა აქციას ვიყიდე პლუს-მინუს 400 евро, 400 ევრომდე, ანუ ეს უკვე ნაყიდი მაქვს 400 ევროთ და აქაც უკვე 400 евро გამოვყევი ამისთვის, პირველი ვიყიდე და შემდეგ ორი ორდერი მაქვს დადებული და რა თქმა უნდა შემდეგ ეს ორი ორდერიც შემევსება, სელ ორდერებსაც დავდებ. თქვენ როგორც გინდათ ეგრე შეხედეთ, თქვენ როგორც გინდა ეგრე გააკეთეთ, შეიძლება რაღაცასთვის ეს საერთოდ სისულელე აქცია იყოს, შესაძლებელი არის, მაგრამ ჩვენ გაგიზიარებთ რა გავაკეთეთ, ჩვენ დაფიქსირდა მოგება, დაფიქსირდა წაგება თუ რა ხდება. არ დაგავიწყდეთ ასევე ვიდეოს დალაიქება მეგობრებო და არხის გამოწერა იმისთვის, რომ ესეთი საინტერესო ინფორმაციები, რომელსაც ქართულ ენაზე ვერსად ვერ მიიღებთ, ინგლისურ ენაზეც ძალიან ცოტა არის მეგობრებო, ამიტომ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერთ არხი.